კი, გორის პარკში ვარ და 2 წუთში ვიქნები თეთრიითთან. ამას. ტორპედოს თამაში ხარ, ჩამოსული? კი. და გონია მზე ჩამოსული. რა არის, ბიჭო, ნაირი სიცხე. სვანაირი სიტყვიცით, ქუთაისში, ბაჭო. ისე ტორპედო ომონიას თამაშზე შარშანაც რო შევხვდით, გახსოვს? კი, მახსოვს. მე შენ ვერ მოგიშორე და ტორპედო ომონია. რას ფიქრობ დღეს? ხანისწყალზე ვფიქრობ ასვლასი. თამაშზე გეკითხები, ხანისწყალია რა, დუნაი. თამაშ ვიგებ, ბაჭო, რას უნდა ვფიქრობ? გეთანხმე. ხოდა შენ პირ შაქარი. ხაჭაპური მითხარი, ბიჭო, წიწილა მაყვალში, ბჟიტი დღემალი, რა თმინდა შაქარი და ბრინჯი. მე იგოს, ტორპედომ და წიწილა და ბჟიტი ჩემზეა. დღემალს და მაყვა შენ თვითონაც მოაბამ თავს. შენ ყურზე დიდი ენა ქონია ისა. ამას? არა, ომონია, მასე ხელწამოსაკრავი გუნ. ხოდა ბჟიტი დღემალში ამოვარდა. ისე ნუ იზამ ხაჭაპურზე დარჩე მარტო. აი, ბიჭო, ვიხუნ. ომონია, ბოლო-ბოლო. ლევადია ხო არა? ხო არის ისე, რომელ სასტუმროში ცხოვრობ? ომონია არ ვიცი და იოვეტიჩი იმნაირ ასაკში ყავთ საირმე უწევს. წესი. გაგინა, კი გაგვიტანა გოლიდა. გაგვიტანა კი არა, ჯაგარას ვეცით პატევი. აი, წამო თამაშამდე შევიდეთ, დავждეთ რაღაცა და ევიღოთ ლუდი, იგი, წამო. ეიცა, გოშაძეზე მეც ნუ ეიღე. ხალხი მოვა თამაშზე? აბა რა, თელი ქალაქი ფეხზე დგას. ბენზინია, ჩასასხამი და გეივსება სტადიონი. ხანისწყლის და ჭიშურის ბენზინი არის და ტორპედოსი ჩასასხმელია, სიმო. არა, უეჭველი გავავსეთ სტადიონს. ხო, იმედია, ქუთაისში იმაზე მეტი ქუთაისელი მოვა ომონიაზე, ვიდრე ათენში. ფეხით ხარ? რავა. წამოდი საბაგიროთი გაგწევ თეთრიდანვე. მაშინ, რამეში? 31 ივლისს ქუთაისში რამაზ შენგელია არენაზე კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებულ შეხვედრაში ტორპედო ომონიას უმასპინძლებს. გასვლაზე 1-0 დავმარცხეთ, ამიტომ ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მოკლედ, სტადიონი უნდა გავავსოთ და ომონიას ჯოჯოხეთი მოუწყოთ. თან ქალაქში ტემპერატურა შესაბამისი იქნება. მოგესალმებით ქუთაისიდან. ქალაქში წყალბურთის ამინდია, მაგრამ მე ფეხბურთზე ვარ ჩამოსული. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ტორპედო ომონიას ეთამაშება. გასვლაზე წაგებული გვაქვს, ამიტომ ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ამიტომ ჩემ კლასელებს მინდა მივმართოთ, რო ვიძახით, შევიკრიბოთო 31 ივლისს საღამოს 9 საათზე შენგელია არენა. იდეალური ადგილია მაგისთვის. შარშან ომონიასთან სამწუხაროდ დავმარცხეთ, ამიტომ ტორპედომ რევანში უნდა იყოს. წელს ერთი რევანში ორდაბასთან უკვე ავიღეთ, ახლა ომონიასთან ავიღეთ და მე რა ვიცი, კიდე გამოჩნდება რამე სარევანშო. შოფერ ჰოფერთან ერთად გაგაცნობთ გუნდების სტატისტიკას. ტორპედო და ომონია აქამდე ერთმანეთს 3 ჯერ შეხვდნენ და 3-ვე ომონიამ მოიგო. კონფერენს ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ტორპედო თამაშის საშუალოდ 4 ჯერ ურტყამს კარში. ომონია კი 9 ჯერ ჯარიმდება. ტორპედო თამაშის საშუალოდ 4 კუთხურს აწვდის, ომონია კი 2 ჯერ ხვდება თამაშგადეში. ჩემი პროგნოზია ქუთაისის ტორპედო გაიტანს გოლს. მინიმალური სხვაობით წავაგეთ გასვლაზე შესაბამისად გუნდის რა თქმა უნდა საბრძოლო განწყობით გამოვა, რადგან ეს შეხვედრა აუცილებლად მოსაგები გვაქვს. ფიქრობ რომ სტადიონი გაივსება და მგონია რომ ქუთაისის ტორპედო აუცილებლად გაიტანს გოლს და იმედი მაქვს არაერთს. ჩემი პროგნოზია ქუთაისის ტორპედო გავა შემდეგ ეტაპზე. შეიძლება სუბიექტური ვარ, რადგან ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ჯერა რომ ტორპედოს ომონიას ბარიერის დაძლევა შეუძლია. თან ორ კვირაში ჩამოსასვლელი ვარ რომ კონფერენს ლიგაზე კიდევ ერთი ეპიზოდი გავაკეთო ტორპედოზე. ასე რომ ქუთაისის ტორპედო გავა შემდეგ ეტაპზე.